კატის მოსარჩლე ვეფხვი. სოფლის განაპირა ახოში ერთი გლეხი მიწას ხნავდა. გუთნეულს კატაც თან წამოჰყოლოდა და ტყის პირას პეპლებსა და კალიებზე ნადირობდა. ვნახოთ და ვეფხვმა ჩამოირბინა. კატა რომ დაინახა, სახტად დარჩა. მივიდა და ჰკითხა: შენ ძამიავ, როგორც გეტყობა ჩვენი ჯიშის ახარ და რა ცოდვის აქცევია, რამდ დაგგვალა? ეშმაკმა კატამ თავი მოიკატუნა და უპასუხა: დიდებულო ბატონო, თქვენ არ იცით რა წვასა და დაგვაში ვართ კაცის ხელში? მერე და ვინ არის ის კაცი? აგრე უდიერად რომ გეპყრობა. მაჩვენე და შენს მაგივრად მე გავუსწორდები, უთხრა ვეფხვმა. კატა გაუძღვა ვეფხვს და დაანახვა გლეხი კაცი, რომელიც გუთნეულს მისდევდა. ვეფხვი გლეხს გადაუდგა და საყვედურის კილოთი უთხრა: შენ, ეს ჩემი მოდგმის კაცი ასე რა დაგიჩაგრავს? რა დაგიშავა ამ საცოდავმა? ან პასუხი გამეც, ან შემებრძოლე. ბატონი ბრძანდები, უპასუხა გლეხმა, მაგრამ მე ძალა სახლში დამრჩა. ჩავალ, ამოვიტან და მაშინ ვიბრძოლოთ. კარგი, უთხრა ვეფხვმა. წადი და მიაკ დაგიცდი. რომ მომატყუო და წახვიდე სადმე და მე სოფელში წასვლა ტყუილად შემრჩეს? აი, ამ ხეზე თოკით მიგაბავ, სოფელში ჩავირბენ და ჩვენი ძალღონე მაშინ გავსინჯოთ. კარგი, დაეთანხმა ვეფხვი. გლეხმა ვეფხვი მაგარი საბელით მიაბა ხეზე. თვითონ იქვე ტყეში კარგი იფნის სახრე გამოსჭრა. მივიდა ვეფხვთან და უთხრა: აი ჩემი ძალა, და გადაუჭირა სახრე. ვეფხვი სიმწრით სულ მაღლა ხტოდა. მისი სასოდაობით ცადა ქვეყანა იწოდა. იმდენი სცემა გლეხმა, იმდენი, სანამ მე და შენ მივეშველებოდით. ბოლოს მისავათებული ვეფხვი აუშვა და უთხრა: რა მკითხე მიამბეო, მიტყიპე და მიაგდეო. ძადი, საცა შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვი. ვეფხვი ლასლასით გაუდგა გზას. უკან ფეხებს ძირს მიათრევდა. ამ დროს კატას მოჰკრა თვალი. ამოიოხრა და კუნესით უთხრა: ბარაქალა ჩემო ძამიავ, მაგის ხელში ექტანი მაინც რო შეგრჩენია.